მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალის ხმა, მე ლელა ლობჟანიძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ვიტასალია. ძალიან მიხარია რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენზე საუბრისას სულ ვამბობ ხოლმე რომ ეს ადამიანი თქო არის ერთგვარი გუშაგი, აი ამ საოკუპაციო ხაზთან გმირი, იმიტომ რომ ხშირად საზოგადოება და მედიაც სწორედ თქვენგან მიგებთ ხოლმე, როდესაც ოკუპანტები გააქტიურდებიან, თქვენ მაშინვე განგაშს ატეხთ ხოლმე და ეს არ არის მარტივი ამბავი, ძალიან გმირული საქციელი არის და მართლა მიხარია რომ ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი. პირველ რიგში რომ დავიწყოთ საუბრით, რა განწყობები არის დღეს საოკუპაციო ხაზთან, თუნდაც აი ამ კანონის პირობებში, რაღაცა დუმილია თუ ჩვენ არ გვესმის ხმა, ზოგადად როგორი არის განწყობები? პირველ რიგში მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი, თქვენი დასმული კითხვა მართლა აქტუალურია და სწორი ბრძანდებით. მაგრამ ამეტანს ნუ შემაქებთ, ახლა მე ერთი უბრალო რიგითი ქართველი ვარ, ქართველი ხალხი, რომელსაც მიმაჩნია ჩემს მოვალეობად, რომ მე უნდა იყოს ჩემგან ინფორმირებული მთელი საქართველო, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, ეს მე ჩემ თავზე ავიღე და მე თავისუფლი მოვალე და ამისთვის მართლა შექება არ არის საჭირო, მადლობა. განსაკუთრებით ქალის მხრიდან კი, მართალია, რთულია საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება და მით უმეტეს ჩემთვის, რომელმაც აფხაზეთის ომი გამოვიარე და ძალიან რთული ცხოვრება მაგ გამოვლილი და დღესაც რატომღაც ბედის ირონით იგივე ადგილას ვარ და ისევ რუსების თვალწინ ისევ ოკუპანტებთან მიწევს ასე თუ ისე შებრძოლება ქვია, რასაც მე ვაკეთებ, მეტი იმის იქით მე იარაღს ვერ ავიღებ და ვერაფერს ვერ გავაკეთებ და იმაზეც კიდე შემომესევიან ხოლმე ტროლები და წერენ რომ აი შენ პროვოკატორი ხარ, შენ ვერაფერს ვერ აკეთებ და ვითომ შენ რუსს აშენებ. კი, მე სწორია, მართალია, მე რუსს ვერ შევაშენებ, აქედან რო ვუყვირი, კი, იქიდანაც მიყვირიან და იქიდანაც მაგინებენ, მაგრამ არც მე ვაკლებ, რასაც იმსახურებენ, მაგრამ რაც თქვენ რო შეკითხვა დასვით, დიახ, დუმილით ხდება მთელი სოფელი, იმიტომ რომ წლების მანძილზე მუშაობდა სუსის სოფლის მოსახლეობასთან და არ დავმალავდა პირდაპირ ვიტყვი და არ მეშინი ამის თქმით, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დუმილი, ისინი უნდა იყვნენ მორჩილებაში, რადგან კიდევ უფრო უარესი არ გააკეთოს რუსმა და ზუსტად ამ გაგებით არიან და სულაც რო ქუჩაში გაიაროს, ახლა რომ პირდაპირ იმ ზეგანზე სადაც გნან იქიდან ქვევით რო ჩამოვიდეს რუსი და რომ გაიაროს ჩვენს ეგრეთ წოდებულ რღობეებში, რასაც ვეძახეთ სოფელში, ქუჩა არ ქვია, მაგას ხმის გამცემი არ არის არავინ და არც პროტესტის მთქმელი არავინ და არც არსად არ დარეკავენ და არც არავის არ ეტყვიან, რომ აი რუსი ჩამოვიდა და აგერდადეს. ეს ცხადი არის და თვალშისაცემი, იმიტომ რომ როდესაც ჟურნალისტები მუშაობენ, მაშინაც გადაადგილდებიან და მოსახლეობას შეიძლება უნდოდეს თქვას და აფიქსიროს თავის აზრი, მაგრამ სწორედ ეს არის ხომ შემაფერხებელი, მათ შორის დუმანდევნილთა დასახლებებიც ხომ. ჩვენ გვახსოვს მათ რა დახმარება მიიღეს სწორედ ევროკავშირისგან და თქვენც რომ შეახსენოთ, აი რომ ახლა არ არის დუმილის დრო და კი, სამწუხაროა მართლაც, როცა დევნილი მოსახლეობა უჭერს დღევანდელ პრორუსულს, კი არა, უკვე რუსულ ხელისუფლებას, მე მათ ვეძახი რუსულ ხელისუფლებას, ქართულად მოსაუბრე რუსული ხელისუფლება, რომელმაც გადაუარა და სოფლები მოსპოს, საერთოდ შიდა ქართლის სოფლები და ტანკებით გადაუარა და მოსწორებულია მათი მიწაწყალი და მათი სახკარი, როგორ შეიძლება რომ დღეს მაინც ამ ხელისუფლებას უჭერდე მხარს? შეიძლება არ უჭერდეს, მაგრამ დუმილი მაინც ამ შემთხვევაში კი, მხარდაჭერა იმასვე რომ რატომ უნდა გეშინოდეს და რატომ არ უნდა გინდოდეს შენ სახკარში დაბრუნება. მე 32 წელია გამოგდებული ვარ აფხაზეთიდან, მაგრამ მე დღემდე იმ იმედით ვარ რომ მე უნდა დავბრუნდე აფხაზეთში და მე უნდა ნახო სოხუმი. ასე არ შეიძლება. რატომ მე რატო არ მეშინია და მათ რატო ეშინიათ, მათ კი ევროკავშირმა დააფინანსა. ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები დღემდე ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ჩვენ არც ერთმა ხელისუფლებამ არ მოგხედა ჯეროვნად. დღემდე გრძელდება ბინების გაცემა კორუფციით, ამაგაზე არ შემეშინდება ამისთვის. დიახ, კორუფციით გრძელდება, იმიტომ რომ მე ვარ
ვარ პირველი თაობა აფხაზეთიდან წამოსული, რომელიც ვარ ომის მონაწილე, რომელიც ვიყავი სამხედრო და რომელმაც დავტოვე ესე იგი ოკუპირებული უკვე ქალაქი ისეთ მდგომარეობაში დავტოვე, უკვე შემოსული იყო იქ რუსი ჯარი და ხოცავდა ხალხს ისეთ დროს დავტოვე, ქალაქი დაცემული ქალაქი დავტოვე და დღემდე მე ბინა არ მიმიღია და მეუბნებია რომ რიგითობას უნდა დაელოდო. რომელ რიგითობას დაველოდო? 32 წელია ბინა არ მიმიღია და მე ვამბობ რომ დღემდე გრძელდება აფხაზეთიდან დევნილების გენოციდი, დღემდე გრძელდება, მარტო იქ არ დამთავრებულა იმ დღეებში და კი, ნამდვილად აი უკეთეს პოზიციაზე არიან შიდა ქართლის დევნილები, იმიტომ რომ მათ ძალიან ბევრი დახმარებები მიიღეს ევროკავშირიდან, საზღვარგარეთიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ამიტომ ცოტა უფრო კარგად უნდა იყვნენ. მაგრამ ეხლა რომ ეს დაფინანსება აღარ იქნება, კარგი იქნება რომ გაიაზრონ რომ თუ რა. კი, ნამდვილად ეს უნდა გაიაზრონ. თუნდაც სოფლის მეურნეობის კუთხით, აი რას ეთყოდით. არა, ზოგიერთის ახლა მაპატიოს ყველაზე არ მომბო, მაგრამ ზოგიერთის დონე იქამდეა მისული რომ მათ გონიათ რომ სახელმწიფო აფინანსებთ. მათ ასე გონიათ, მათ ასე აქვს რომ ეს სახელმწიფო გვაძლევს ჩვენ. ის არ აქვს გაცნობიერებული რომ ეს ევროკავშირი აკეთებს ამას და გაეროს განვითარების ფონდიდან რამდენი გვაქვს დახმარება მიღებული და ეს ყველაფერი რო აღარ იქნება. ამაზე კიდევ ერთხელ უთხრათ მათ რომ რას გამოიწვევს თუნდაც სოფლის მეურნეობის მხრივ ამ დაფინანსების შეჩერება, თუნდაც ის რაც მათ სარგებელი მიიღეს და თუნდაც ის რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჰქონდათ, ხო? და ეხლა შეიძლება არაფერი შეწყდება ეს ყველაფერი და არაფერი ისევ საბჭოთა კავშირში დავბრუნდებით. აი ეს ძალიან მარტივად რო ვთქვათ, არანაირი დაფინანსება არ იქნება და შეიძლება ის 45 სამარცხვინო დაფინანსებაც შეიძლება ისიც აღარ იყოს მალე და აი ისევ უკან დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში და რა თქმა უნდა არ გვექნება კარგი არ დაგვადგება კარგი დღე ნამდვილად. დიახ, წეღანი ისაუბრეთ ჩვენი გადაცემის ფორმატის თითვალისწინებს რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლას და მათ შორის ეს პროპაგანდა ისაუბრეთ რომ ტროლები შემოგესევიან და შემდეგ ხდება ხოლმე ხო ასეთი დამაკნინებელი და რაღაცა შეურაცხყოფელი კომენტარები, ეს ერთ-ერთი პრობლემა არის განსაკუთრებით ქალების მიმართ ხოლმე და არ უხდით ხო საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, მათ შორის ეს ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტის ფონზე ისინი ვინც აქტიურობენ დიდი ბულინგის მსხვერპლი ხდებიან სოციალურ ქსელში, აი ამ ინტერნეტ სივრცეში. ამაზე მინდა რომ ცოტა მეტი ვისაუბროთ, ანუ აი რომ თქვენ როგორ ხედავთ პრობლემას, იმიტომ რომ თქვენც აღნიშნეთ რომ რეალურად არის ეს და ქალების ცხოვრება, თუნდაც აი საოკუპაციო ხაზთან როგორ ცხოვრობენ დღეს ქალები და აქტიური ქალის ცხოვრება, მით უმეტეს თქვენნაირის, რომელსაც ასე გაფედროთ. რაც შეეხება აქტიური ქალის ცხოვრებას, მე ისეთ ასაკში ვარ რომ უნდა ვიყო უკვე მშვიდად და უნდა ვიჯდეს სახში და შვილიშვილებს უნდა ვზრდიდე, უკვე 70 წელს მიღწეული ვარ. ასაკით. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს, არიან ქალები, რომლებიც არიან აქტიურები, ცდილობენ რაღაცა სიკეთე შემოიტანონ სოფელში, რაღაც პატარ-პატარა მეურნეობები გააკეთონ, მაგრამ გაითვალისწინოს ყველამ რომ ეს იყო ყველაფერი ევროკავშირის დაფინანსებით, ეს იყო გაეროს დაფინანსებით და უკვე აღარ გვექნება ესეთი რაღაცები და ამიტომ არ ვიცი აი რა გავაკეთოთ, მე არ ვიცი რაში არის გამოსავალი, ერთადერთი გამოსავალი დამწვავედ ვიტყვი რომ გამოსავალი იმაში არის რომ ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს, დავდგეთ უნდა ყველა ერთად და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანი გზით, არჩევნებით, უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება და უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ისევ დაგვაყენებს ევროკავშირის გზაზე. დიახ და აქვე კიდევ დავამატებ, ანუ ეს ბულინგი და შეურაცხყოფა სოციალური ქსელში ტროლების ბოტების მხრიდან რამდენად ხდება ხოლმე შემაფერხებელი თქვენზე თუ მოქმედებს და თუ გაბრკოლებთ რომ შემდეგ ისევ იგივე არა, ჩემზე აბსოლუტურად ეს არ მოქმედებს, მაგრამ ხდება რომ ბლოკავენ, რამოდენიმე დღით არა მაქვს უფლება კომენტარის დადების, არა მაქვს უფლება სოციალურ ქსელში ვიაქტიურო, ნუ ხდა აკეთებენ რაღაცნაირად ახერხებენ, მაგრამ ყველანაირ მე ვებრძვი მათ და ბულინგის მსხვერპლი ვარ, იმიტომ რომ სიმართლეს ველაპარაკები და თვითონ რომ ლაპარაკობენ საშინელებებს, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა ქართულმა ჯარმა, რომ თურმე ანწუხელიძე ყოფილა რაღაც პიარის მსხვერპლი არის რაფალიანცი ბარბარე, რომელიც ქვევრში ჩაახშვეს და ნუ დავიწყდებათ, რომ ანგელოზის უცოდველი ადამიანის, უცოდველი ბავშვის პიარით არიან თვითონ არიან მოსულები, პიარით და ცუდი გზით არიან ხელისუფლებაში
შემოსული და მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ყველანაირად რომ ხელისუფლება წავიდეს. მძინარე ცხინვალი თურმე ქართველებს დაუბომბიათ და მე მინდა მის პასუხად ტავარიშ წულუკიანს უთხრა ქალბატონით არ მიუმართა ვაროს ის არ არის ქალბატონი ის არის ქალის სახლის შემრცხვენელი და ტავარიშ წულუკიან მე უნდა გითხრათ თქვენ რომ ამბობთ რომ მძინარე ცხინვალი დამბობა ქართველებმა მე თქვენ გეტყვით თქვენი წარე სიტყვებით რომელითაც შეურაცხყოფა მიაყენეთ ანწუხელიძეს და ყველა ომში დაღუპულ გმირს თქვენ მთელ საქართველოს მოუყალით გული თქვენ მთელი საქართველო დაბომბეთ თქვენი მწარეენით თქვენი გესლიანიანით თქვენ მკვლელი მამის შვილი ხართ თქვენ საერთოდ არ უნდა გამოდიოდეთ გარედან არ უნდა ხმა არ უნდა მოგეღებოდეთ მაგრამ თქვენ ნამუს და სინდის გაწყვეტილი პუტინის მონაბრძანდებით მაპატიეთ ასეთი აღელვებისთვის მაგრამ მე მეტი გზა არ დამჩენია უკვე დაიღალა ხალხი ერი დაიღალა გამოეცალა ღონე ენერგია ადამიანებს უკვე აღარ იციან რა ქნან რა გავაკეთოთ ხალხო თქვით აი რა უნდა ვქნათ ამათ ხელში ამ ხელისუფლების ხელში რა უნდა ვაკეთოთ თქვენ იცით რომ სწორედ ჩვენ ვაშუქებთ ხო მედია თუნდაც საოკუპაციო ხაზთან პრობლემებს და ასე შემდეგ ეხლა როდესაც გვექნება შეზღუდვა და ვეღარ შევძლებთ ამას ანუ რა თქვენ რა სიტყოდით აი ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტების შემოსვლის სულ არის შეზღუდვა სულ არის მაგრამ ამ კანონის მიხედვით კიდევ პირველი ჟურნალისტები სათნახევარი იდგნენ საგუშაგოსთან და ნება არ დართეს შემოსულიყო იმ სიცივეში აი ურთულეს პირობებში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა მაშინ როდესაც ახლა მედიის შემზღუდავი კანონი იქნა ხო მაინც ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი ხმა მივაწვდენოთ ჩვენ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრებმა ადამიანებმა უბრალო რიგითმა ადამიანებმა მივაწვდენოთ ჩვენი ხმა მედიას და როგორმე ისე უნდა მოხდეს რომ ჩვენი ხმა მაინც არ დაიკარგოს და გაჟღერდეს ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი არის ახლა ამ ეტაპზე კრიტიკული დამოუკიდებელი მედიის არსებობა იმიტომ რომ ფიქრობ ერთადერთი მე დამოუკიდებელი მედიის არსებობა ყოველთვის იყო საჭირო და აუცილებელი და დღეს ათმა გადაუცილებელია კრიტიკული მედიის არსებობა და რაც შეეხება ჟურნალისტებზე თავდასხმას მე რა თქმა უნდა როცა მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა მეორე დღესვე წავედი აქციაზე და იქვე გათენებამდე სამწუხაროდ მე მეტროც არ მუშაობდა და იმდენად ფეხით მომიწია თბილისში სახში მისვლამ და რა მინდა ვთქვა მე პირადად ვნახე იქ იმ საღამოს აქციაზე ამ გამწარებული ხალხის აგრესია იმედი ჟურნალისტების მიმართ მე ამასაც ვემიჯნები მე მათ ჩავუდექი იმ აგზნებულ და აღელვებულ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც თავდასხმა მოაწყეს, არა სიტყვიერი თავდასხმით, უცხრეს მათ რომ აი თქვენ აქ არ უნდა იდგეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ რუსული ტირაჟირებას ეწევიდა რუსულ ხო, თქვენ ხართ რუსული ტელევიზია და თქვენ აქ არ უნდა იდგეთ, იცით რა და დაიწყეს შეტევა მასზე, მე მივედი და ვუთხარი, მოდი ჩვენ მათ ვუთხრათ გასაგებენაზე რომ აგრესიის გარეშე მე გავიყვანე ორივე განზე ჟურნალისტიც და ოპერატორიც და ვესაუბრე ისინიც ჩვენი შვილები არიან მე ძალიან გული დამწყდა მართლა ფერი ქონდა შეცვლილი მაგრამ როდესაც ყოფილია ამაღლობელი ციხეში და არაერთი დაცემი და დაშავებული ჟურნალისტი მე ვუთხარი შვილო წადი სხვაგან ტელევიზიაში იმუშავე ხო მაგრამ მე მაინც არ მინდა რომ მათ ხელი მოხვდეთ რა თქმა უნდა იმასაც მე მაგალითად ვემიჯნები რომ მათ ვინმე მაი აგზნებულმა მაგალითად ჩემი შვილი ციხეში ზის იმიტომ რომ აი სიმართლეს ამბობდა და მოვიდა ჟურნალისტმა არასწორად გაშუქა კი მაგრამ იმ ჟურნალისტსაც ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ხოცებმა რომლებმაც თავი გაუწეხეს ოპერატორს და ჟურნალისტს ჩვენ შეიძლება მაგაზეც იყოს თავი გასატეხე ვინც ცუდად და არასწორად აშუქებს ყველაფერს მაგრამ ჩვენ სხვა დავემსგავსებით მაგ ბრბოს ხოცების ძალადობა ყოლად მიუღებელია თუმცა ახლა ხანდახეთ რომ ტევ პირველის ოპერატორს Facebook-ის პოსტის გამო ხო, სასამართლოში უჩივია, რა თქმა უნდა, ეს ხოცების ბრბო, რომლებიც არიან
ისევ ხელისუფლებისგან მოტივირებული ესენი ჩადიან ამას ყველაფერს და შეიძლება ქუჩაში დღეს გავიარო და ვიღაცამ ჩამარტყას მიცნოს და არ არის გამორიცხული. და კიდევ ერთი სწორედ უამრავი კანონი მიიღო შემზღუდავი ხელისუფლებამ ერთი მეორეს მიყოლებით და მუშაობენ ამაზე აქტიურად, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი არის ასევე რომ აღარ გვექნება საზოგადოებას, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება ხდომები იქნება დახურული, თუნდაც საკრებულოზე თუ შეგვეზღუდება, ვთქვათ, მისვლა და ასე შემდეგ, აი ამაზეც რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ზოგადად საზოგადოება თუ არ არის ჩართული, ისედაც ასე არის, რამეს უსმენდნენ ოპო ტელევიზიების ობიექტური გაშუქება, რაც იყო, რასაც ობიექტურად აშუქებდნენ და აი სიმწრით ახერხებდნენ ამ სიუჟეტების გაკეთებას, რამეზე იყო რეაქცია, არ აინტერესებს ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას არაფერი არ აინტერესებს ჩვენ მალე ჩრდილოეთ კორეა ვიქნებით. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რასაც ვხედავ ამ გამოსავალს, ეს არის რომ ხელისუფლება როგორმე უნდა გავისტუმროთ, როგორმე სხვა ვერაფერი გამოსავალი ვერ. აი გამოვალ და შეიძლება დამიჭირო ნახლა აქ მეც ჩვეულებრივად არ არის გამორიცხული. ერთადერთი რა ვიცი, ის იმუნიტეტი მაქვს რომ მოხუცებს მოვული და პატრონობ და მიხვდებიან რომ უპატრონო დარჩებიან, თორე ძალიან საკრეფილი აქვს ჩემზეც დიდად არავის არ ვეხატები გულზე, თუნდაც გორისმერია, რომელიც ერთხელ არ მოსულა და ერთხელ არ მოუკითხია. კოტე თავზარაშვილი რო იყო მერი ერთი-ორჯერ იყო მოსული და კოტეზე უარესი მერი თუ ეყოლებოდა გორს მართლა არ მეგონა და ბოდის უხდე აქედან კოტეს თავზარაშვილს, იმიტომ რომ ისა რა ქვია, არავის არ აინტერესებს აი ასეთ საოკუპაციო ხასთან ამდენ მოხუცული, ამდენად მთელ საქართველოში განთქმული თავშესაფარია, კარგი მოქცევით, კარგი რა ვიცი, ყველანაირი პირობებით და ერთხელ არ დაინტერესებულან არ მინდა არავისი მადლობა, არაფერი არ მინდა, უბრალოდ მოსულიყვნენ და მოხუცები მაინც ენახათ. თქვენ თავშიც აღნიშნეთ რომ სწორედ თქვენ განვიგებთ ინფორმაციას და სწორედ თქვენთან ფრიალებს საოკუპაციო ხასთან საქართველოს და ევროკავშირის დროშები და მე ნამდვილად მოხარული ვარ რომ აი ახლა აღდგომა მოდის და სასაფლაოებზე ასვლა იქნება ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ მე ალბათ მგონია რომ ისევ ჩვენი იქ ადგილობრივი პოლიცია რომ საგუშაგოსთან რომლებისგანაც თუ ისინი არ ავლენ ზევით და ისევე როგორც შარშან და შარშანწინ არ დადგება ეკიპაჟები, ისევ იქნება გატაცება. ალბათ სოფლის მაცხოვრებლების მე ამას წინათ ვიყავი გასულ კვირას ვიყავი გასული სასაფლაოზე, იქ ჩემი მეუღლის ოჯახის წევრებია, ბებია და ბაბუ არის მან დასაფლავებული და ცოტა ამერია გზა და ცოტა ზევით ავედი და იქ უკვე მითხრეს რომ ეს არ არის თქვენი სივრცე, ჩადიქვევით რომ შეიძლება აგიყვანონ, იქ სასაფლაოს ასუფთავებდნენ ოსები, თავიანთ სასაფლაოს, აი ჯუკანკარს რო ეძახიან, ვოვაგოცაევის სოფლის მაცხოვრებლები და მითხრეს რომ თქვენ შეგეშალათ ცოტა დაბლა ჩადი, თორემ აქ იქ შეიძლება უკვე იკვეთება მოსახლეობამ გითხრათ კი იქ ვინც ისა თქვენ შეგეშალათ, მე თქვენ გიცნობთ და თქვენ შეგეშალათ, თქვენი სასაფლაოები ცოტა უფრო ქვევით არის, იმიტომ რომ მე უკვე 3 წელია ვერ ავდივარ, იმიტომ რომ მე გამაფრთხილა პოლიციამ რომ მილუდა გითვალთვალებენ და აგიყვანენ და აუცილებლად ანწუხელი წისფერს გაიზიარებ. კომუნიკაცია ყოფილა, თქვათ იქ მოსახლეობასთან სხვა დროს თქვენ. არა, კომუნიკაცია შეიძლება ზაფარად სულ გვაქვს, ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. არის იმიტომ რომ ჩემი მამამთილის სოფელიც მანდარი ჯუკანში, მაგრამ ვერ გადავდივარ და ამიტომ ჩამოვედი უკვე უფრო დაბლა და იქნა რომ გავიხედე და ისე ხელის გული ვიჩამდა ის ჩემი სახლი და ის დროშები, რომ აი სუთვალწინ უტრიალებთ რუსებს ალბათ ეს დროშები და ამიტომ მეუბნები რომ აი ცოტა თავი შეიკავე და იცით რა ხდება, ესე იგი იმ ძალიან მინდა რომ ეს ყველა მიცოდეს, ეს გაჟღერდა ზუსტად ოსებისგან, ახლა იქ იმ დღეს ვინც იყვნენ სასაფლაოზე მითხრეს რომ შეიძლება უკვე გაავლონ, ესე იგი ასე პატარა გზა ჩადეს, მაღლობზე ფერდობზე ჯუკანელების სასაფლაოა, ცოტა ქვევით ჩვენი იქვე, პატარა გზა გადის და აქ აპირებენ უკვე ხაზის გავლებას, ისევ საოკუპაციო ხაზის გავლებას, ისევ ჩაისმება აქ ესე იგი ბოძები და გაავლებენ ეს მოსახლეობისგან კი იმათა თქვას რომ ეს შეიძლება საინტერესო ინფორმაცია. კი, ეს შეიძლება მოხდეს და ამიტომ ცოტა ფრთხილად იყავით და აქეთ მოკლედ იქ სადაც ჩემი მეუღლის მამის დედმამა არის დასაფლავებული, წარმოუდგენელია, ვერ ავდივარ ახლა არც ავალ და ვერც ავალ.
დიახ, აღდგომის დღეები არის უკვე და რა ხომ არ შეინიშნება თუნდაც ოკუპანტების მხრიდან განსაკუთრებული მოძრაობა, აქტიურობა? ნამდვილად ახლა ტყუილს ვერ ვიტყვი, არ მიყვარს ეგეთი, იმიტომ მე რასაც ინფორმაციას გავცემ, ის არის უზუსტესი და 100%. ეს დღეები არსად არავინ არ ჩანს. ეს ბოლო დღეებია, რომ ერთადერთი თუ სამხედრო მანქანების ზემოთ გაივლიან თავიანთ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თორე ახლა იქ სათვალთვალო რო აქვთ იქ თავიანთი ჯიხურები, პოსტები, რაღაცა იქ არავინ არ ჩანს. ერთადერთი რომ ხამით შემოვლას გააკეთებენ და გადიან და ერთი პერიოდი რომ გადმოდგებოდნენ და პირდაპირ ჩვენს სივრცეში შემოდიოდნენ და ყველაფერს ათვალიერებდნენ, ეს ეთყობა რუსებს გაუჭირდათ და წაიყვანეს ის რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ჩვენ გვაკონტროლებდნენ, ეთყობა ფრონტის ხაზზე ყავთ გაშვებული და იმდენად ბევრნი არ არიან, რაც წინა წლებში იყვნენ. დიახ, და ბარემ აღდგომის დღეებზე ვსაუბრობთ და ზოგადად კი საფრთხეებზე ისაუბრეთ და ზოგადად როგორ ხდება ხოლმე წინა წელს განსაკუთრებით სენსიტიური არის ეს მით უმეტეს დევნილებისთვის, ოკუპაციო ხასთან ცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ისინი საფლავებზე ვერ ახერხებენ და თუ ახერხებენ, ხშირად ძალიან ესე პოლიციის თანხლებით და კი, ზოგიერთი საერთოდ ვერ ახერხებს ასვლას, ახლა ჩემი მეუღლე ვერაფრით ვერავა თავის ბებიის და ბაბუის საფლავზე. ასე არის უმეტესობა, თუნდაც ეს ჩვენი დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან, რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ მივლენ და ვერ გადააგორებენ წითელ კვერცხს თავიანთ წინაპრების მამები, დედები, ბებიები, ბაბუები, არა. საშინელებაა. იცით, აფხაზეთში უფრო უკეთესი სიტუაცია მაგ მხრივ. იმიტომ რომ გადადიან ასე თუ ისე, მაგრამ აი აქ სამაჩაბლოში ეს არის საშინელი მდგომარეობა. არა თუ სასაფლაომდე მისვლა, სასაფლაოსთან მიახლოებულიც კი უკვე აყვანილი ხარ და გადაგიყვანენ იმ მავთუხლართებს იქით, გადაგიღებენ ფოტოს და დადებენ რომ შენ გადაგაკ. და არავინ არ არის გამკითხავი და აფხაზეთთან დაკავშირებით ისინი რაღაც გასტევო იქვია, ასე გასტევო უწერენ რაღაცა ფურცელს და იმით ნებართვას იღებენ და გადადიან თავიანთ კი ახლა ხომამდე ვერ ჩადიან, მაგრამ გალის და ოჩამჩირის რაიონი ამას ახერხებს და ტყვარჩელიც რომ გადავიდნენ და მივიდნენ თავიანთ სასაფლაოებთან. ახლა არ ვიცი რა იქნება. აი რა მოლოდინი გაქვთ ზოგადად, თუნდაც აი კარგის პირობებში და დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. არანაირი კარგი მოლოდინი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. მეტი არაფერი ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრიც იყოს, მაგრამ არანაირი სიკეთე ამ რუსული ხელისუფლება უკვე ძალიან ღია დააფიქსირეს, რომ რუსული ხელისუფლება არიან და ძალიან ღია დაფიქსირებენ და ურცხვად რომ გადაწერონ უნდა საქართველოს ისტორია, მაგრამ ვერ გადაწერენ. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მხნეობას გისურვებთ. ლუდა სალია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, გემშვიდობებით ნახვამდის. დიდი მადლობა თქვენ.